აკაკი წერეთლის 173 იუბილე 21 ივნის სხვიტორში მის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. ამ დღეს აკაკის სამტომეულის პრეზენტაცია შედგა. პირველი 3 წიგნი დასაწყისია იმ 20 ტომისა, რომელიც ეტაპობრივად გამოიცემა. აკაკის შემოქმედების ეს გამოცემა 15 წლის შემდეგ პირველია. გამომცემელი შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ინსტიტუტია. იდეა მათია, წიგნების დაფინანსების უკვე მივიწყებული გზაც. პირველი 10 ტომის დასაბეჭდად კულტურის ინსტიტუტის დირექციამ ხელმოწერები შეაგროვა. პრეზენტაციაზეც წიგნები მხოლოდ ხელმომწერებზე გაიცა. თბილისის ლიტერატურის ინსტიტუტის კოლექტივმა გადაწყვიტა მოეწყოთ 3 ტომის პრეზენტაცია. ალბათ იცით, რომ 20 მეულის გამოცემა დაიწყო ამ ინსტიტუტმა. უკვე გამოვიდა 3 ტომი. კოლეგია, რედაქტორი კოლეგია, საგამომცემლო კოლეგია ჩვენ სტუმრად გვეწვიან და ჩამოიტანეს ეს წიგნებით და წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას ჩაატარებენ. ამ დღისთვის დედაქალაქიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და ლევან ბასაძე ჩამოვიდნენ. გვინდა რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც უკავშირდება აკაკის სახელს და აი ამ 20 ტომეულის პრეზენტაცია და მე მინდა რომ ვუსურვო აი ამ ეს თქვათ ადამიანებს, რომელიც ძალიან დიდ შრომას დებენ იმისთვის, რომ ეს მუზეუმიც იყოს, იარსებოს, იმისთვის, რომ აკაკის შემოქმედება იყოს უკტავი, რა თქმა უნდა, წარმატება მათ საქმიანობაში და კულტურის სამინისტროსგან, ხელისუფლებისგან უნდა იყოს მუდმივი მხარდაჭერა აი ესეთი, ეს თქვათ, საქმის და ღონისძიებების განხორციელებას. სტუმრებმა აკაკის სახლი დაათვალიერეს. ექსკურსია მძღოლობა კლარა მაჭარაშვილმა გაუწია. საერთაშორისო პატარა მოხონებაც არის. ოჯახებმა, გლეხებმა შეკრიბეს თული ვერსის წარწერა გაუქმეს ვერცხლის კირკიტაზე. აკაკის ლექსი დია შენი ვარსკვლავის სპარს ბედმაგიცინო იამნანა ვარზონანა იამნანა და მიართეს აკაკის ექსპონატების დათვალიერების შემდეგ მინისტრმა მუზეუმს აკაკის ხელჯოხი გადასცა. ექსპონატი 100 წლის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმში, ჟიჟილაშვილების ოჯახში ინახებოდა. ოჯახმა ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა. პრემიერმა კი ხელჯოხი მუზეუმს გამოუგზავნა. დღეს სხვიტორიდან მთელ საქართველოს იმერეთს ულოცავ აკაკი წერეთლის დაბადების 173 წლის თავს. დღეს დიდი სიხარულია აქ. მე საგანგებო მისია მერგო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მე მუზეუმს გადავეცი. ხელჯოხი, რომელიც 100 წლის განმავლობაში ინახებოდა რაჭა-ლეჩხუმში და ამასთან ერთად დღეს ვიზეიმეთ აკაკი წერეთლის 20 ტომეულის გამოცემის დასაწყისი. 3 ტომი არის აქ წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. იუბილეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანე გოშაძე და საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძეც ესწრებოდნენ. ძალიან დიდი დღე გვაქვს დღეს სხვიტორში. დღევანდელ დღეს 173 წლის წინ დაიბადა აკაკი წერეთელი. ჩვენ 175 წლის თავის აღნიშვნას იუნესკოს ვეგიდით ვაპირებთ საერთაშორისო დონეზე, ამიტომ ეს წელი უკვე მოსამზადებელი წელია ამ დიდი იუბილეისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, ყავს არაჩვეულებრივი სტუმრება, ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო მთელ საქართველოს დღევანდელი დღე. როგორც ყოველთვის ტრადიციულად აღინიშნება, დღესაც ხალხმრავლობა ხედავთ. ეს იყო საქართველოს უგვირგვინო მეფე, ბულბული, ორფეოსი. რა შეიძლება ითქვას კიდევ? უბერებელია მისი შემოქმედება და უკვდავია მისი შემოქმედება და ჩვენც ქართველი ერი, ქართველი ხალხი ვაფასებთ როგორც მის შემოქმედებას, ისე მის ნიჭს და მის კალამს. საღამო აკაკის ლექსების ფონზე წარიმართა. ფოლკლორულმა ანსამბლმა ორნატმა მგოსნის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.